საამშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და მე-9 არხის ეთერშია ток-შოუ დიალოგი მე რუსუდან გვარამაძე ვარ. 8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლებისგან მოქალაქეებისგან განსხვავებით კიდევ ერთი არჩევანის დამატებითი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ახალციხეში მერის არჩევნებიც იმართება. პოლიტიკური პარტიები შუალედური ამ არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე ცნობილია სამი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ვინაობა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ირაკლი ერეკლიშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ბესიკ ტაბატაძე, ეროვნული ფორუმი ჯუმბერ ინასარიძე, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის და ქართული ოცნება, აქ აცხადებენ, რომ ისინი რამდენიმე დღეში დაასახელებენ კანდიდატებს, ანუ ყავთ მათ კანდიდატები მერის არჩევნებისთვის. არ ყავს არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელთა რეგისტრაციის ვადაც უკვე ამოიწურა და შეეძლო საინიციატივო ჯგუფს, რომ წარმოედგინა და დაერეგისტრირებინა მათთვის სასურველი პიროვნება დამოუკიდებელ კანდიდატად. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ლეიბორისტულ პარტიას, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს და რესპუბლიკურ პარტიას, აქ ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, საერთოდ ის გადაწყვეტილებაც არ აქვთ მიღებული, მიიღებენ თუ არა ისინი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, ამ სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ და ამაზე ვისაუბრებთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები არიან ჯუმბერ ინასარიძე, ეროვნული ფორუმი, გელა დემეტრაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბესიკ ხითარიშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. საამშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ვეცადეთ, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაგვეპატიჟებინა, ვისაც აქვს უფლება, რომ მიიღოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა. ამჯერად მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო, ქართული ოცნების წარმომადგენლები არ იყენებენ, ასე ვთქვათ, საეთერო დროს, რომელსაც ჩვენ თავაზობთ აი ამ გადაცემაში მონაწილეობის სახით. იმედია, რომ შემდეგ კვირებში უფრო კანდიდატები მაინც შემოგვიერთდებიან დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. დავიწყოთ მთავარი თემით. თქვენგან დავიწყებ ბატონ ჯუმბერი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ შემთხვევაში ერთადერთი კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია უკვე, რომელსაც შეიძლება ვთქვათ, რომ მერის შუალედურ არჩევნებში მიიღებთ თქვენ მონაწილეობას. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, თან გასათვალისწინებელია, რომ თქვენ ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი ხართ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ იყავით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრიც და კოორდინატორიც ახალციხეში, ასე გქონდა თქვენთან ურთიერთობა სამცხე-ჯავახეთში, დიახ, და ეს გადაწყვეტილებაც რომ განმარტოთ. გადაწყვეტილება მარტივია. მარტივია იმდენად, რამდენადაც მაქვს ამისო განათლება, მაქვს გამოცდილება. ადგილობრივი კაცი ვარ და ვიცნობ ძალიან კარგად ქალაქს და ქალაქში მაცხოვრებლებს. ეხლა რაც შეეხება ჩემ პოლიტიკურ არჩევანს, მე საერთოდ დამოუკიდებლად მინდოდა ამ არჩევნებზე მონაწილეობის მიღება, მაგრამ რატომ არ გინდოდათ თქვენი პარტიის, ანუ გულისხმობ საქართველოს პატრიოტთა ალიანს, რომლის წევრიც მანამდე იყავით, რატომ არ გინდოდათ მათი? ვიყავი პატრიოტთა ალიანსის არამხოლოდ წევრი, არამედ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი და 6 თვე ადიგენშიც, ახალციხეშიც, ახალქალაქშიც და ნინოწმინდაშიც ჩემი გახსნილია ოფისები, ჩემი დანიშნულია აქ თავმჯდომარეები და მოკლედ დიდი თუ პატარა საქმე ჩემი გაკეთებულია. მაგრამ როცა მოვიდა უკვე არჩევნების დრო და როცა დადგა მაჟორიტარის დაყენების დრო და ქალაქის მერის ან გადაწყვეტილებების მიღების დრო როცა დადგა, მე დავაწყდი იმ ფაქტს, რომ ჩემ აზრს არავინ არ ითვალისწინებდა. პირდაპირ გეტყვით, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი გოდერძი კუბლაშვილის აქ მაჟორიტარი დეპუტატად დაყენების, ეს თვითონ გოდერძი მაც იცის ძალიან კარგად. ბრიფინგზე აღნიშნა. განამიტომ რომ ან ცუდი კაცი ან რაღაცა ჭირს. არა, მე უთხარი რომ მე არ მიყვარს წაგებული თამაშის თამაში, იმიტომ რომ ვიცოდი, როდესაც მე არ ვიცნობ კაცს ახალციხეში, როგორ შეიძლება იმ კაცმა ახალციხე მოიგოს. რატომ გეუბნებით? ყველას ვიცნობ თითქმის, ვინც რამეს წარმოადგენს ახალციხეში. ამიტომ ეს იყო განხეთქილების ერთი წერტილი, მე რომ დამარწმუნეს, რომ კარგი, ეგრეა საჭირო და ამ კაცს ფული აქვს და ჩვენ ფული არ აგვაქვს და რაღაცას ვიზამთ და ასე და ისე. კოალიციური პარტია ვარ და რო არ ყავდეს საერთოდ არ შეიძლება.
ну კი ბატონო ეხლა თქვი ახან ეგრე გადაწყვეტეს ამ დროს მინდა აღვნიშნო რომ არავითარი სურვილი მე თვითონ არ მქონია მაჟორიტარად რომ გამოსულიყავი არავითარი სურვილი არ მქონია მოვიდა მეორე პერიოდი ქალაქის მერმა ბატონმა გიაკობაძემ გადაწყვიტა რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა აუცილებლობა გახდა იმის რომ დანიშნულიყო რიგარეში არჩევნები ქალაქ ახალციხის მერის და ამ დროს ისევ ფაქტის წინაშე დამაყენეს ჩემმა საყვარელებმა პარტიამ ჭყალებში და მიგზავნიან ადამიანს რომელიც არც შეუთანხმებია ჩემთან არც უთქვიათ მე ვესაც დიდ პატივს ავცემ ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ მე მწყეს ერთი რამე რომ უნდა იკითხათ შეიძლება მე მეთქვა რომ კი ბატონო თანახმა ვარ მაგრამ არ უკითხიათ ამიტომ მე საერთოდ ეგეთი პიროვნება ვარ რომ მე ყველგან გამოჩნია ჩემი აზრი და სხვის ბუდიში და სხვის დაკრულზე არასდროს არ ვიცეკვებ თუ მე ვიცი რომ მე მართალი ვარ ამას მე ბოლომდე გავიტან თქვენ გქონდათ სურვილი რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სახელით მიგიღოთ მერის არჩევნებში მონაწილეობა ალბათ რომ ყოფილიყო შემოთავაზება ამაზე დათანხმდებოდა დიახ მე უფრო მეტი სურვილი მქონდა რომ დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა იმიტომ რომ ჩემ ახალციხელებთან მე არ მჭირდება არავითარი პარტიის ზურგში დგომა და არავითარი ვიღაცის ლობირება იმიტომ რომ ეს ჩემი ქალაქია და ჩემი ხალხია და სულ მიცნობ და ყველა მიყვარს მაგრამ რო ყოფილიყო ასეთი წინადადება შეიძლება დავთანხმებულიყავი საქმე იმაშია რომ დამოუკიდებლად მონაწილეობა ვერ მივიღე იმიტომ რომ ვადები განსაზღვრული არ გამოაცხადა არავინ 19-ში გამოაცხადეს რომ დანიშნულია ვადამდელი არჩევნები და 22-ში თურმე ვადა დამთავრდა წინადადების მიღებით. ძალიან შემჭიდროებულ ვადებში სამ დღეში. მით უმეტეს რომ მე 22 რიცხვში როცა დამთავრდა, მისული ვიყავი და ვთხოვე რომ განემარტათ რა ოფიციალური დოკუმენტები იყო ამისთვის საჭირო და ვადა როდის იყო ბოლო ვადა. ამიხსნეს რომ ბოლო ვადა არ იციან როდის არის დააზუსტებენ და დამერეკავენ. როცა მივედი მეორე დღეს 23-ში მითხრეს რომ გუშინ იყო ბოლო ვადა. ამიტომ დავდექი ესეთ ფაქტის წინაშე რომ ვადა ამოწურული იყო საინიციატივო ჯგუფი ვეღარ შეიტანდა განაცხადს და ამ დროს დამიდგა გორჩიჩები ძველი მეგობრები ფორუმი ძალიან ვაჟკაცი და კარგი ბიჭები არიან და შემოთავაზეს რომ რახან ესე ვერ მიიღე მონაწილეობა მიიღე ჩვენი პარტიის სახელით უცბად ერთ დღეში ყველაფერი მომეხმარდა ყველაფერი გავაკეთეთ რაც ოფიციალური საბუთები იყო საჭირო ხვალ ალბათ გამოაგზავნიან ყველაფერს და რო გითხრათ არც ეროვნული ფორუმი და არც პატრიოტთა ალიანსი ძალიან დიდი განსხვავებული პარტიები არ არიან იმიტომ რომ ორივე არის კონსერვატიული შეხედულებებს და ღირებულებებზე აღებული პარტია ფორუმიც იგივე როგორც პატრიოტთა ალიანსი არის ნაციონალურ ღირებულებებზე აგებული პარტია ტრადიციებზე და ჩვენს ისტორიაზე აგებული პოლიტიკა აქვს ამიტომ მე უკოყმანოთ მივიღე მათი შემოთავაზება და ალბათ გავაგრძელე მათთან თანამშრომლობას ბოლომდე. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, მაყურებელს გამომარტო, რატომ ხართ მხოლოდ თქვენ კანდიდატებიდან, რაც შეეხება ირაკლი ერეკლიშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სამწუხაროდ არ იმყოფება საქართველოში და ამიტომ დღეს ვერ იღებს მონაწილეობას. ფესიკ ტაბატაძეც ასევე არ იმყოფება ახალციხეში, მაგრამ აუცილებლად გექნებათ საშუალება, რომ იხილოთ ისინი ჩვენი ეთერით პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, დებატებში. ბატონ გელა, თქვენ რის მიხედვით შეარჩიეთ თქვენ იყავით ასე ვთქვათ პირველი პარტია რომელმაც წარადგინა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ასევე წარადგინა ახალციხის მერის კანდიდატი ფაქტურად რამდენიმე დღეში მოხდა უკვე წარდგენა რის მიხედვით შეარჩიეთ ეს კანდიდატი დასამალი არ არის ჩვენ თავიდან მქონდა ინფორმაცია რომ ქალაქის მოქმედი მერი აპირებდა თავის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას, ამიტომ გაცილებით ადრე ჩვენ მქონდა შიდა პარტიული განხილვები თუ ვის მოვიაზრებდით ახალციხის მერის კანდიდატურაზე. ნუ ყავდა რამდენიმე კანდიდატურა და მოხდა შიდა პარტიული განხილვა ჩვენთან ოფისში.
და შევარჩიეთ ირაკლი ერეკლიშვილი. აი რის მიხედვით მოხდა, გეტყვით. ახალციხელი კაცია, საკმაოდ კარგი ადამიანია, ძალიან დადებითი აურის მატარებელი ადამიანია. აქვს უშუალო ურთიერთობა ახალციხის მოსახლეობასთან. აქ არის დაბადებული, აქ არის გაზრდილი, განათლება აქ აქვს მიღებული. აქვს ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები, იგი გახდათ 2005-2012 წლებში ნინოწმინდის საბაჟო სამუშაოს უფროსი. სწორედ იმ წლებში მოუწია მას იქ მუშაობის დაწყება, როდესაც დასამალი არავისთვის არ არის, იქ ძინვარებდა კორუფცია, კონტრაბანდის გადინება და შემოდინება იყო ჩვეულებრივი ამბავი, უაქციზო საქონელის, ხეტყვის და ასე შემდეგ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და სწორედ მის მუშაობის პერიოდში მოხდა ყველაფრის აღკვეთა და გახდა ერთ-ერთი სანიმუშო საბაჟო ნინოწმინდის საბაჟო სამუშაო იმ პერიოდში. დღეს რაც არის დღეს სახე ძირითადად ის ძირეული რეორგანიზაციის ჩატარება საბაჟოზე ადგილობრივ დონეზე გულისხმობ მოუწია ირაკლი ერეკლიშვილს. სწორედ ამ თვისებების გამო და კიდევ ბევრი სხვა თვისებების გამო არის ძალიან ცნობადი, ძალიან კარგი ადამიანი, როგორც უკვე აღნიშნე, აქვს უშუალო დამოკიდებულება ახალციხის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან, ძალიან კარგად იცის ახალციხის პრობლემები და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში და გამარჯვების შედეგად ძალიან ბევრ პრობლემას ახალციხისას გადაწყვეტს და გადაჭრის ახალციხელების სასარგებლოდ. გასაგებია, მადლობა. ბატონო ბესო, თქვენ პოლიტიკურ პარტიას თუ ყავს უკვე შერჩეული კანდიდატი და არის თუ არა შესაძლებელი რომ საერთოდ არ მიიღოთ მონაწილეობა მერის რიგ გარეშე შუალედურ არჩევნებში? საგამშვიდობისა, მოგესალმებით მიესალმებით მაყურებელს. თავისთავად ცხადია, კონსულტაციები მიმდინარეობს დღეს ინფორმაციით. ჯერ კიდევ გვაქვს ვადა და შესაბამისად იმ კვირაში გახდება ცნობილი თუ გვეყოლება კანდიდატი, რომელი კანდიდატი იქნება ეს. ამ გადაწყვეტილებას გაცნობთ რამდენი დღეში. რის მიხედვით როგორ ფიქრობთ, აი რა არის მთავარი კრიტერიუმი, რა არის გადამწყვეტი, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს მერის კანდიდატის შერჩევა? ქალაქის მერი ეს არის ისეთი ფიგურა, რომელიც უნდა იყოს პირველ რიგში ქალაქისთვის თავგანწირული ადამიანი, უნდა იყოს ქალაქელი, კარგად უნდა იცოდეს ქალაქის პრობლემები, უნდა იცოდეს ქალაქის მოსახლეობას და უნდა ცხოვრობდეს ყოველი მოსახლის ცხოვრებით. ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი დიდ მთლიანობაში აღებული, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის მერს. გასაგებია, ის მიზეზები რომ არის რამდენიმე პარტია, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს შუალედურ არჩევნებში, მაგრამ მას არაპირებენ რომ ყავდეთ კანდიდატები. როგორ ფიქრობთ, რა არის აი ამის მთავარი მიზეზი, რატომ არ იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, ასე ვთქვათ, საშუალებას რომ ყავდეს მართველ ადამიანად, ასე ვთქვათ, ქალაქის პირველ პირად მისი კანდიდატი. ხომ არ ფიქრობთ, აქ ვადებზე მინდა გკითხოთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ დრო არ ეყოთ პოლიტიკურ პარტიებს იმის პარალელურად რომ ისინი ემზადებიან, ასე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნებისთვის? ნუ ალბათ ძირითადი მიზეზი მაინც არის ის, რომ უნდა იყოს ღირსეული კანდიდატი. თუ რომელიმე პარტიას არ გააჩნია, არ ყავს დღეს კანდიდატი, ეს ალბათ თვითონ უპრიანი იქნება თავად გაქცეთ ამა თუ იმ პარტიამ პასუხი. რაც შეეხება ვადებს, არ ამგონია, შემჭიდროვებულ ვადებზე არც ისე, იმიტომ რომ როგორც ბატონმა გელამ თქვა, არ გახნით ადრე იყო ცნობილი, რომ ქალაქის მაშინდელი მერი აპირებდა მაჟორიტარულ კანდიდატად თავს მოიაზრებდა და შესაბამისად ვადაც იყო. ალბათ ეს გადაწყვეტილებები არის ინდივიდუალური, ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს და როგორ მიიღებს, თვითონ ახსნის ყველა. გასაგებია, მადლობა. ბატონო ჯუმბერ, თქვენ არ იყავით ერთადერთი, ვისაც სურდა რომ საინიციატივო ჯგუფის სახელით დამოუკიდებელ კანდიდატად მიეღო მონაწილეობა. კიდევ რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც იმის გამო რომ სულ 3 დღე ჰქონდათ ამისთვის, აი ამ ვადების არცოდნის გამო, ასე ვთქვათ, დარჩა არჩევნების მიღმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარ პირობებში მოგიწევთ წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ამას იმიტომ ვსვამ ამ კითხვას, რომ ამბობენ, რომ აი მართველი პარტია უფრო მომზადებული შეხვდა აი ამ შუალედურ არჩევნებს, იმიტომ რომ თქვათ მან იცოდა ხო პარტიის შიგნით რას აპირებდნენ, ის რომ ქალაქის მერის დაყენებას აპირებდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. აი ამის გათვალისწინებით რამდენად მზად შეხვდა თქვენი პარტია აი ამ შუალედურ არჩევნებს? რა ხდება, იცით, მე ამაში ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ახალციხე, რაც შეეხება ახალციხის და ახალციხის მერობის კანდიდატებს, მე მგონია რომ ერთი თვე სავსებით საკმარისია, ახალციხე შეიძლება ყველა ოჯახი შემოიარო ერთ თვეში ფეხით, იმიტომ არ არის ახლა დიდი ქალაქი და ამას არ ჭირდება
3 თვე წივილ-კივილი და სირბილი და დავით დროშების პრიალი. ნამდვილად არ ჭირდება მერობის კანდიდატს ესეთი რამე ესე ფიქრობ. ამიტომ მაინც და მაინც რომ უარეს მდგომარეობაში ჩამაყენეს მე არა მაგას ვერ ვიტყვი. არც არის საჭირო, იმიტომ რომ არავითარ უარეს მდგომარეობაში არა ვარ, ერთი თვე სავსებით საკმარისია რომ ხალხამდე მიიტანო ის თუ რამის თქვა საპირე მიიტანო ერთ თვეში. გასაგებია, მადლობა ბატონო გელა, თქვენ ვფიქრობ, თქვენ მართალია აღნიშნეთ, რომ ასე ვთქვათ, იცოდით, რომ შესაძლოა დასახელებულიყო გიორგი კოპაძე მაჟორიტარ კანდიდატად, ამიტომ ასე თუ ისე წინასწარ ემზადებოდით ხომ ამისთვის. ის რომ ვთქვათ, რაც ბატონ ბესოს ვკითხეთ, რომ ზოგი პოლიტიკური პარტია, ვთქვათ, ვერ ახერხებს და ვერ ასწრებს კანდიდატის შერჩევას, წარდგენას და რეგისტრირებას, აქვე აღნიშნოთ, რომ 8 სექტემბრამდეა ახალციხის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბერს საღამოს 6 საათზე იწურება, ანუ ერთი კვირა რჩებათ პოლიტიკურ ძალებს და ზოგიერთ მათგანს არც აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ან რამდენიმე მითხრა, რომ საერთოდ საუბარიც არ ყოფილა ამ საკითხზე ჯერ პარტიის შიგნით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უფრო გადართულები არიან საპარლამენტო არჩევნებისკენ. რაში ესაკი, ანუ რამდენად კითხვა ასეთი, რამდენად თანაბარ პირობებში. დიახ და ის რომ თქვათ პოლიტიკური პარტიები სულ რამდენიმე კანდიდატი იქნება, ასე ვთქვათ, მერის კანდიდატი დასახელებული საბოლოო ჯამში ასე გამოვა, როგორც ასე გადავთვალეთ, პასუხებიდან გამომდინარე რა პასუხებიც პოლიტიკურმა პარტიებმა გაგვცეს. როგორც შტაბის უფროსი მე ჩვენი პოზიციიდან გეტყვით პირველ რიგში რამდენად თანაბარ პირობებში მოგვიწევს მუშაობა. ცოტა შორიდან დავიწყებ, რატომ მოხდა ჩვენთან ასე სწრაფად შერჩევა კანდიდატის და ასე შემდეგაც შემდეგ ჩვენი ოფისი არ დახურულა არც ერთი დღით დაწყებული 2012 წელს ჩვენი დამარცხების დღიდან. მას მე ვიმუშაობთ, გვაქვს გახსნილი ყველა თემში რაც არის ახალციხეში, ყველა თემში გვაქვს სათემო ორგანიზაციები გახსნილი. აქტიურად მუშაობდით მოსახლეობასთან, მქონდა შეხვედრები ყოველდღიური მოსახლეობასთან, ვაწევრიანებდით ხალხს, ხალხი მოდიოდა, წევრიანდებოდა ჩვენთან, ამიტომ ცოცხალი ორგანიზმი იყო, ასე ვთქვათ, ახალციხის რაიონული ორგანიზაცია. იქ პარტიული მუშაობა არ შეწყვეტილა არც ერთი დღით. ამიტომ ეს რეჟიმში ჩვენ არა ვართ ახლა მაინც და მაინც არჩევნების გამოცხადების დღიდან არ დაგვიწყია, ასე ვთქვათ, ოფისი არ გაგვწია. ჩვენი ოფისი ღია იყო როგორც გითხარით 2012 წლის დღიდან ერთი დღით არ დაკეტილა 2012 წლიდან და ამიტომ ასეთ რეჟიმში მუშაობა ჩვენისედაც გვიწევდა და ეს ჩვენთვის უცხო არ იყო. ეხლა ის თუ რამდენად თანაბარ პირობებში მოგვიხდება ახლა სახელმწიფო ძალებთან შედარებით ჩვენ მუშაობა. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო ძალა განწირულია დამარცხებისთვის, ეს გარდაუვალია. ერთადერთი შანსი, რაც მათ დარჩათ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არჩევნების გაყალბება, რისთვისაც ემზადებიან. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ როდესაც მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიებში 6 წევრის დანიშვნა, რომლებიც წესით უნდა იყვნენ ნეიტრალური ადამიანები და რომელსაც უნდა ნიშნავდეს საოლქო, იქ უკვე შემოხაზული სიები დაურიგდათ ყველა კომისიის წევრს, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება და შეერჩიათ ის კომისიის წევრები, რომლებიც აწყობდათ ოცნების შტაბს. პრაქტიკა დავანებოთ დანერგილის ხო არ ვარგო და ხო რა ვიცი ახლა თუ ახალ ეპოქაში გვინდა ცხოვრება და უნდა გავაგრძელოთ ისე როგორც ნამდვილი დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, მაშინ მსგავსი რაღაც თუ იყო ადრე, აღარ უნდა გამეორებულიყო მინიმუმ და კეთდება უარესები. ეს არის არჩევნების გაყალბების წინაპირობა. რა თქმა უნდა, უცნობა სერიოზულად ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, თორემ გარდაუვალია მისი დამარცხება მთლიან საქართველოს მასშტაბით, ამაზე მეტყველებს ყველა გამოკითხვა, ამაზე მეტყველებს მოსახლეობის განწყობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ მოსახლეობასთან შეხვედრის მხრივ. ოცნება 2016 წლის 8 ოქტომბერს დამარცხდება. თქვენ პოლიტიკური არასამთავრობო უკაცრავად ოპოზიციური პარტიები რის დაპირისპირებას აპირებთ, როგორ აპირებთ აი თქვენ დაანონსებული გაყალბების, მასშტაბური გაყალბების ჩვენ ყველა უბანზე გვეყოლება კომისიის წევრები, გვეყოლება წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყოლებათ თავიანთი დამკვირვებლები, ყველა პარტიას ეყოლება და ყველა კანდიდატს თავისი წარმომადგენელი. იმედია, რომ ოპოზიციური ძალები ერთობლივად შევძლებთ და დავიცავთ ხმებს. გასაგებია, მადლობა. თუ რა თქმა უნდა, იქაც არ არიან ჩანერგილები სახელმწიფო ძალები. ჩაინური ყველა პარტია 7-8 დაახლოებით კომისიის წევრი ყველას ვერ იყიდია.
ჩვენსაც რაც შეეხება და ჩვენც მასევე მზადებით, ანუ კვალიფიციური კომპეტენტური კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები, რომლებიც თითო ხმას დაიცავენ და არავის არაფერს ზედმეტს არ გააკეთებინა. ეს არის ერთადერთი საშუალება, თუ რა გაყალბების აშკარა მაგალითები რომ არის, ამაში გეტყვით, აი მე პირდაპირ ფაქტებს, აი ციფრებს გეტყვით. 1990 წლის მონაცემებით, როდესაც აფხაზეთიც და სამოჩაბლოც მთლიანობაში იყო ერთიანი საქართველოს სივრცეში, იყო 84 საარჩევნო უბანი. 5 მილიონი მოსახლე დაახლოებით და იყო 3.168.000 ამომრჩეველი დაახლოებით. აი იგივე 60 ანუ დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს 73 საარჩევნო უბანი, ოლქი უпроსტად უკაცრავად, ყავს მოსახლეობა 3.700.000 და ამომრჩეველი ყავს 3.900.000. აი ლოგიკა სად არის? რაღაც ციფრებში აშკარად, ეს არის ის ოფიციალური ციფრები. ზუსტად იცით რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ამდენია. აი, იმიტომ ზუსტად აი ციფრები აქვს, რაც CSKO-ს მიერ გამოქვეყნებული ციფრების რაოდენობა ეს. ეს ხომ ოფიციალური მონაცემია. ანუ მე ვერ უკავშირებ, თუ კი გაცილებით მეტ საარჩევნო ოლქში, მეტი მაცხოვრებელი, მეტი მოსახლეობის პირობებში უფრო ნაკლები ამომრჩეველი იყო, დღეს ეს რაღაც მე არ ვიცი. ამ ციფრებს აუცილებლად სიამოვნებით გადავამოწმებ, ეს ციფრები, რომლებიც იმ დროს ვინც ღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში, იყო კომისიებში, საარჩევნო თვითონ CSKO-ში, მაშინდელი ოფიციალური მონაცემებია ეს და ესე დღევანდელი ოფიციალური მონაცემები. ანუ თქვენ აი აქედან გამომდინარე რისი თქმა გინდათ რომ ალბათ ჩვენი ბებიები არის გაბერილი ბებიები და ალბათ მსგავსი ბევრი გვარი შეიძლება აღმოჩნდეს საარჩევნო სიებში. კი. გასაგებია, მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ, ბატონ ჯუმბერ, როგორ აპირებს თქვენი პარტია, როგორ უნდა დაუპირისპირდეთ, ასე ვთქვათ, იმ დაანონსებულ გაყალბებას, რაზეც თქვენი, ვთქვათ, ოპონენტები. ჩვენ არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმის გაყალბებას კონკრეტულად გაყალბებას. ჩვენი საქმე იქნება ის, რომ ძალიან პრინციპული და ძლიერი ადამიანები გვეყოლება ყველა ოლქში და ყველა საარჩევნო უბანზე და არავის არ მიცემთ უფლებას რომ გააყალბოს და ეხლა ყველა ამას ვლაპარაკობთ, თვითონ ქართული ოცნებაც ამას ვლაპარაკობს, რომ არ გააყალბებს და არავის არ გააყალბებინებს და რჩება ერთი რა ვიცი ვინ მოვიდეს ეხლა პირადად რომ მოვა ქუჩიდან და გააყალბებს არ ვიცი. არა, ფიცი მწავს ბოლო ამკვირვებს ესეთი საიმართება ოცნებას რა ვქნათ. ოცნებას ერთი სტრატეგია აქვს, აშკარად არჩეული, რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დათესოს ხალხში, ნაკლები ამომრჩეველი მოვიდეს საამორჩევლო უბანზე და აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მან მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ეს არის მათი ღიად თუ არა, თავისთავად ცხადია, რა გეზით მიდის ეს პარტია უკვე ჩანს. ამაზე ალბათ ყველა დამითანხმება, რომ ეს აქტიურობა და ერთი ხმის მნიშვნელობა, ერთი ხმის ასე ვთქვათ, აუცილებლობა და საჭიროება ეს რამდენად მნიშვნელოვანია, ეს იმედია ამას გაიაზრებს ყველა და აუცილებლად შეასრულებენ თავიანთ მოქალაქეობრივ მოვალეობას. მოსახლეობა მოვიდეს არჩევნებზე, თავალია ყველა მოვიდეს არჩევნებზე და ყველა მიცეს თავისი ხმა. მაშინ გაყალბების ვარიანტი იქნება მინიმალური. ამიტომ მე ვთხოვ ყველას, მოდით, თქვენი ხმა რომ ვიღაცა არ წაიღოს, გინდა პეტრემ, გინდა პავლემ, ამიტომ მოდით და თქვენი ხმა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ვის მიცემთ. ზუსტად 2012 წელს არჩევნები წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იმით რომ მოვიდა ხალხი არჩევნებზე. ეს ფაქტია, ეს არის აქსიომა, რომელსაც მკიცება არჩევნები. გასაგებია, თქვენ ამბობთ რომ არ მოსულიყო ნაციონალური მოძრაობა გააყალბება. არა, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოიგებდა არჩევნებს, მაგრამ მოვიდა მაქსიმალური რაოდენობა ამომრჩევლის, უკმაყოფილო ამომრჩევლის იმდროინდელი ხელისუფლების ქვეყანაში და მისი პოლიტიკის, რის შედეგიც იყო არჩევნების კი, მაგრამ ყველგან არ დამარცხებულა. ახალციხეშიც ბევრი მთლიანობაში საქართველოს მასშტაბით და ჩვენ ვაღიარეთ ეს დამარცხება და გადავიცით ვეთანხმები ბატონ ჯუბერს, ყველა ამომრჩეველი უნდა გადადოს ყველა საქმე და უნდა მივიდეს საამორჩევლო უბანზე მიუმართავ ღია ეთერში, პირდაპირ ეთერში, რომ შევცვალოთ ჩვენ დღევანდელი ხელისუფლება და უკეთესი ცხოვრება მოვიდეს საქართველოში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში, რაიონში. გასაგებია, ბატონ გელა, თქვენთვის, განსაკუთრებით თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ
გყავთ როგორც მაჟორიტარი კანდიდატები, ასევე მერის კანდიდატი, ერთგვარად სხვა, ასე ვთქვათ, ქალაქებისგან დასახლებით ორმაგად გიწევთ, ხო? ორმაგი დაარქვით თუ ეს იმიტომ რომ ვთქვათ, გიწევთ ორმაგი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, ორივე მიმართულებით მუშაობა, აი ამ ასე ვთქვათ, როგორ რამდენად მარტივად ახერხებენ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესების გამკლავებას. არაფერი უცებ ჩავდგებით რეჟიმში და პირიქით მე ვფიქრობ მაჟორიტარობის კანდიდატს და მერობის კანდიდატს უფრო გაუადვილდებათ ქალაქში კამპანიის ჩატარება, იმიტომ რომ უკვე ორი ადამიანი იქნება. და დროზე მინდა კითხოთ ერთი თვეა ფაქტიურად უკვე დარჩენილი, ასე ვთქვათ, არჩევნებამდე 5 კვირას დაახლოებით. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი დროა, რომ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი ოფისი არ გაჩერებულა არც ერთი წამით. მხოლოდ ოფისის გაჩერება არ გაჩერებით ხომ არ განისაზღვრება? რა თქმა უნდა და ამიტომ ჩვენ ამ ერთ თვეში გავაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იყოს ნორმალური, ძალიან კარგი მისაღები ჩვენი ქალაქისთვის, არამარტო ქალაქისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და მოვიპოვოთ გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება. ორივე ფრონტს. გასაგებია ბატონო ჯუმბერ, თქვენ უკვე ასე ვთქვათ, გადაწყვეტილიათ ის, რომ თქვენ უნდა იყოთ კანდიდატი, მერის კანდიდატი, როგორ აპირებთ აი ამ ერთ თვეში რის გაკეთებას აპირებთ, როგორ აპირებთ, რომ თქვენი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოთ? ერთი თვე შეიძლება ცოტა იყოს ორი რაიონისთვის და პარლამენტის მაჟორიტარული კანდიდატებისთვის, მაგრამ მე წაღანას აღნიშნე და ახლაც გეტყვით, რომ ქალაქ ახალციხისთვის ერთი თვე არ არის ცოტა დრო. მე ვიცნობ ახალციხელებს, მე ვიცი მათი ენა და მე ვიცი როგორ უნდა ველაპარაკო. დანარჩენი მე რო არ მქონდეს იმის განათლება, იმის გამოცდილება და იმის იმედი, რომ რაღაცას გავაკეთებ წესებს, მე არ დავაყენებდი ჩემ კანდიდატურას, იმიტომ რომ სხვა საქმეს მოვგიდებდი ხელს უბრალოდ. არჩევნების ჩატარება არის ახალციხეში ძალიან ესეთი დიდი პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ როცა იცნობ ყველა უბანში ადამიანებს, როცა მიდიხარ და ყველა ოჯახში შეგესვლება, მთავარი ის არის, რომ მიაწოდო შენი ხმა და მიაწვდინო შენი ხმა და დაელაპარაკო ადამიანურ ენაზე უბრალოდ ჩვეულებრივად. ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი ახალციხელები არიან დღესაც და ხვალაც ამირჩევენ მემერად თუ არ ამირჩევენ. პირველ რიგში ის არის, რომ ჩვენ მაინც მეგობრები დავრჩებით, ყველა მაინც ახალციხელები დავრჩებით, ხვალ ისევ დილიდან რო გამოვალთ, სანამ ქალაქის ბოლოში გავიდეთ, ხელი აწეული გვექნება და ერთმანეთს მივესალმებით. ეს მე მგონი პრობლემა არ არის ამ არჩევნების ჩატარება. თქვენ უფრო გემარტივებათ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოქალაქეების ამორჩევლების, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიმპათიები თქვენსკენ მომართოთ, ხო, თქვენი კანდიდატისკენ და არა, არ მემარტივება, იცით რა, მე უნდა აღნიშნო ახლა მე ვარ ამაყი იმით, რომ დავუშვათ ჩვენ ოლქში, აი საპარლამენტო ოლქში, ხო, ორი რაიონი შედის და თვითონ ახალციხის ოლქში, სადაც მერში შევენ, ვინც არის კანდიდატები, ყველა არის ღირსეული კანდიდატი. მე მაგალითად ძალიან დიდ პატივს ავცემ ვაჟა ჩიტაშვილსაც, ნუგზარი ბარონაშვილსაც, გია კოპაძესაც, ну, მეოთხეზე ვინც იმაზე გითხარით წეგან, რა თქმა უნდა, პიროვნებაზე არა. და დიდ პატივს ავცემ აი ვინც არის დღეს დასახელებული ახალციხის ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატად. ამიტომ აი ჩვენ მხარეს, ჩვენ ქალაქს რომ ამდენი ღირსეული ადამიანები ყავს, ეს უკვე დიდი პლუსია. ეს უკვე დიდი პლუსია და ღირსეულიდან ღირსეული რო გაიმარჯვებს, ეს უნდა იყოს ბედნიერება ჩვენი ხალხისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. გასაგებიათ, მადლობა ბატონო ну, რა თქმა უნდა, ცოტა დისკომფორტი ახლა იმ კუთხით არის. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ქალაქ ახალციხის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ჯერ არ იცის, რომ ქალაქ ახალციხეში მერის არჩევნებიც იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში მისვლას არ დაეგნეს ამორჩეველი. გასაგებია ბატონო, თქვენ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება თქვენი მერობის კანდიდატი ან გეყოლება თუ არა, აქედან გამომდინარე დარჩენილი დრო საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ თავისთავად უკვე მუშაობთ როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, მაგრამ ის რომ თქვათ ფეხდაფეხი მოყვეთ თქვენ მერობის კანდიდატს.
ცოტა თავისუფლებას ვინცო გავიხუმროთ უბრალოდ ბატონმა ჯუმბერმა ყველა ჩამოთვალა ჩემს გარდა ეს გამოდის ხო აგზანდებით იმიტომ თქვენ რა შეიძლება ეს ხუმრობით რატომ ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს ხუმრობა საჭიროა რა შეიძლება მერობის კანდიდატს მე ვეთანხმები ბატონ ჯუმბერს რომ არც თუ ისეთი ცოტა დრო არის ერთი თვე რომელთაც შეიძლება სრულიად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება ქალაქის მასშტაბით, ახალციხის მასშტაბით. ახალციხი არის პატარა ქალაქი და ღირსეული კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მას თავისთავად ცხადია უკვე ნაწილი კამპანია ჩატარებული იქნება, იმიტომ რომ მას იცნობს ხალხი. მას სჭირდება სულ ესე რომ ვთქვათ მინიმუმი თავისი პროგრამის, თავისი ღირებულებების ხალხისთვის ყურამდე მიტანა, რისთვისაც ეს ერთი თვე სრულიად საკმარისი დროა. და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ უკვე თითქმის რა ვიცი 2 თვეა უკვე თუ მესამე თვე 2 თვე არის რაც ამ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვიმყოფებით და მივდივართ მოსახლეობასთან და ვხვდებით და ვეუბნებით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ თლიანებში თუ თლიანობაში ჩვენი მერობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში თავისთავად ცხადია იგივე მსგავსი, ანუ ჩვენი პოლიტიკის გამტარებელი იქნება და არც ისეთი უცხო არ იქნება ხალხისთვის ის იქნება უბრალოდ პიროვნების წარდგენა, რომელიც დამატებით როგორც ბატონმა გელამ თქვა, ორი კაცი იქნება უკვე ფაქტიურად ანუ გარემო გექნებათ უკვე შექმნილი, ასე ვთქვათ, წინაპირობა შექმნილი გექნებათ მერის კანდიდატისთვის, ხო? წინაპირობა უკვე შექმნილია. თუ კი მე მივდივარ ადიგენის რაიონის ნებისმიერ სოფელში ან თუნდაც თვითონ ადიგენში ან ახალციხეში ან ახალციხის რაიონის ნებისმიერ სოფელში და მე ჩვენ პროგრამის რაღაც დონეზე ხალხთან მიმაქვს უკვე ნაწილი საქმე გაკეთებულია ფაქტიურად. მას მხოლოდ დაჭირდება გაძლიერება ამ მოძრაობის და რასაც გააკეთებს წარმატებით. კარგი ბატონებო, ბატონ გელა თქვენგან დავიწყებ. ხომ არ გადაფარა, ასე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნებმა ჩვენთვის ქალაქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ქალაქის მერის, ქალაქის პირველი პირის არჩევნები. თითქოს უფრო მეტი ყურადღება ეთმება საპარლამენტო არჩევნებს და ეს გასაგებიცაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკანონმდებლო ორგანოს ვირჩევთ და თითქოს პოლიტიკური პარტიებიც უფრო მიმართული არიან საპარლამენტო არჩევნებისკენ. ასე ვთქვათ, ეს მე შუალედური არჩევნები უფრო ყველა ელოდებოდა რომ ყველა მიცოდა რომ 2014 წელს იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები, რომ აირჩევა მოსახლეობა ახალ პარლამენტს. რა თქმა უნდა, ასეთი შთაბეჭდილება არის, მაგრამ მე თვითონ ვიტყვი ახლა როგორც ჩვეულებრივ რიგითი მოქალაქე, როგორც ჩვეულებრივ რიგითი ქალაქ ახალციხელი, ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია და ორივე კანდიდატი უნდა შემოვხაზო ისე, რომ ჩემთვის მისაღები იყოს და იყოს მისაღები მათი ხედვა, როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ქალაქის განვითარების, მათი ადამიანობა, მათი წესიერება და ისე უნდა მოიქცეს ყველა რიგითი ახალციხელი. ბატონ ჯუმბერ, თქვენ რას ფიქრობთ, ხომ არ გადაიფარა ასე თუ ისე შუალედური არჩევნები და პარლამენტო არჩევნებით? მე ცოტა ხუმრობით ვიტყვი, ცოტა სენატით. მე მგონი ხალხი ისე დაიბნა ამდენი პარტიებით, რომ ეხლა ფიქრობენ ჯანდაბას წაუღიას უყოლა ეს პარტიები, ოღონდ ვიცოდი ჩვენ ქალაქში ვინ მეღოლება, ვისთან შეიძლება რომ მივიდეთ და რაღაცა რო გაგუჭირდებათ ხოლმე. ესეც შეიძლება იყოს, გამიგეთ პირიქით კი არ გადაფარა, პირიქით ამან უფრო დაფაროს. მაგრამ საერთო ჯამში რა თქმა უნდა, ეხლა საპარლამენტო არჩევნები რანგით გაცილებით მაღალია და გაცილებით მეტი მოთხოვნა იქ და გაცილებით მეტი პარტიები ღებულობენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ბევრი სახსრებით იხარჯება ამაში. გასაგებია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ ბესო? ეთმობა ისეთი ყურადღება პოლიტიკური ძალებისგან შუალედურ არჩევნებს როგორც უნდა დაეთმოს, თუნდაც კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარეც რომ ვიმსჯელოთ აღმოჩნდა რომ სულ რამდენიმე კანდიდატი გვეყოლება. თავისთავად ცხადია, როდესაც ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წევრების არჩევნებზე მიდის საქმე, მეტი ყურადღება დაეთმობა თავისთავად ცხადია დეპუტატების არჩევას. ეს ლოგიკურია სრულიად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რეალობას ვერ გავექცევით და ეს შეუძლებელია. რამდენად სხვათაშორის ეს დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ მერობის კანდიდატზე, რამდენად აქტიური პიროვნება იქნება თვითონ, რამდენად პოპულარული პიროვნება იქნება და შეიძლება მართალია ბატონი ჯუბერი საერთოდ იქით დაჩრდილოს ქალაქში მიმდინარე არჩევნებმა, მერის არჩევნებმა, პარლამენტის არჩევნებმა.
მე გულისხმობ თვითონ პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ დამოკიდებულებას. პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაც ერთია, ანუ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებულად უფრო ძლიერი პოლიტიკური პარტიები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ საკანონმდებლო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი. ანუ ასე ვთქვათ, არ უღირთ რომ ერთი წლით ასე ვთქვათ იმუშაონ იმაზე, რომ მხოლოდ ერთი წლით აირჩიონ. ჩემ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ ამ შემთხვევაში, მე ჩემი სუბიექტური აზრია და ეს არის არანაირად პარტიის მოსაზრება, პარტიული მოსაზრება. მე მირჩევნია მომზადებული შეხვდეს მივიდეს ამ თუნდაც თავის დროზე რომ მაინც ეს არის მცირე ანუ არჩევნებამდე. დიახ, ანუ ეს 2017 წლის ოქტომბრამდე ფაქტობრივად ერთი წლით უნდა მოხდეს მერის არჩევნები. ნუ ამ ფონზე რამდენად იქნება, როდესაც საკრებულოში მას თანამოაზრეები ეყოლება ძალიან წირი რაოდენობით, ხო? ეს მერი შედის, ხო, საკრებულოს თავისი ის აქ, ანუ ერთ წელიწადში რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს, ეს კიდევ საკითხავია. უფრო მომზადებული შეხვედრა, უფრო ის რა ქვია, 2017 წლის არჩევნებისთვის უფრო მომზადებული ჯობია მივიდეს კონკრეტული პარტია თავისი წარმომადგენლით, რაც ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ალბათ უფრო უპრიანი იქნება ასე, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ ეს. გასაგებია, მადლობა ბატონ ჯუმბერ. თუ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაიმარჯვეთ მერის არჩევნებში, მოგიწევთ რომ მხოლოდ ერთი წლით იყოთ მერი, ну იმ შემთხვევაში თუ არ გადაწყვეტთ რომ შემდეგ 2017 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღოთ მონაწილეობა და გაიმარჯვოთ. აი ამ ეს ერთი წელი, როგორ ფიქრობთ, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ თქვენი იდეების, გეგმების ნაწილობრივ მაინც განხორციელება? რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არის 365 დღე. 365 დღეში ყოველ დღე თუ თითო სიკეთე მაინც გაუკეთე ახალციხეს, ეს იქნება 365 სიკეთე და ეს უკვე ცოტა არ არის. ეხლა რაც შეეხება წეღანდელ საკითხს, მერობის არჩევნებში მე მგონი უფრო დაინტერესდებიან ახალციხელები, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებში თითოეულ ახალციხელს აქვს 1 მემილიონედი ხმა, ხო? მაგრამ მერობის არჩევნებში მაგათ მე-1000-დი ხმა აქვს. გაცილებით 1000-ჯერ უფრო ძლიერი ხმა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ახალციხელები ყველა გამოვა არჩევნებზე და მიიღებენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე ამის გათვალისწინებით შესაძლოა ყველაზე მაღალი აქტივობაც დაფიქსირდეს, ხო? თუ ამას გავითვალისწინებთ, რა ვარაუდიც თქვენ გაქვთ. ბატონ გელა, თქვენ გაქვთ გამოცდილება, თქვენ იყავით სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. როგორ ფიქრობთ, ერთი წელი რა ვადითაც ხდება ქალაქის პირველი პირის სახელმწიფოს მერის არჩევა? რის საშუალებას აძლევს, ასე ვთქვათ, მისი მოქმედების რამდენად შეძლებს მისი გეგმების, მისი შეხედულებების გატარებას და განხორციელებას გამარჯვებული პირი? ჯერ პირველ რიგში გამარჯვების შემთხვევაში გამარჯვებული პირი გააგრძელებს იმ საქმიანობას და იმ პროექტებს, რაც იქნება დაწყებული ადგილობრივ ხელისუფლებას. უკვე წლის ბოლო მოდის ახლოვდება და უნდა შემუშავდეს მომავალი წლის ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის და სწორედ მისი ხედვით მოხდება ბიუჯეტის ჩამოყალიბება მომდევნო წლის და რა თქმა უნდა მომდევნო წლის ხო არ გაჩერდება ქალაქი. ანუ მას გულისხმობ, არის საკმარისი ერთი წელი იმისთვის, რომ მისი ნიშა დატოვოს, ასე ვთქვათ, რომ აი რა ვთქვათ, გაუკავშირდეს მას კონკრეტული საკითხები, პროექტები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზოგი თვლის, რომ ერთ წელში შესაძლოა მხოლოდ მოხდეს ის, რომ ინერციით მიყვებს აი ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, მე პირადად მომიწია ახლა როგორც ახლა ნახეთ აღნიშნეთ მუნიციპალიტეტის გამგებლობა კალენდარული წლის შუიდან დავიწყე 2011 წლის აპრილიდან და დავასრულეთ ჩემი მოღვაწეობა გამგებლობის რანგში 2012 წლის დეკემბერში და რავი მე მგონი მოვასწარე რაღაც ჩემი ნიშის დატოვება. თქვენ ფიქრობთ რომ ზოგ პოლიტიკურ პარტიას ასე ვთქვათ ზოგს არ უღირს, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ ერთი წლისთვის იმისთვის რომ ერთი წელი ყავდეს მისი წარმომადგენელი ქალაქის პირველ პირად და ამისთვის იბრძოლოს და იწვალოს იმ ფონზე როცა ყველა ამბიციურ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საკითხს. ყველა ამბიციურ პარტიას, რომელსაც მოღვაწეობს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის ძალა და წარმოადგენს რაღაც ძალას და აქვს იმის პრეტენზია, რომ მოხდეს საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა დააყენოს კანდიდატურა. მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია. სხვა საკითხია, რამდენად შეარჩევს შესაბამის კანდიდატურას, რომ
მოქმედ ასე ვთქვათ, კანდიდატებს გაუწიოს კონკურენტი. ეხლა ერთ რამეს დავამატებ, თუ შეიძლება რა ხდება, ესე მარტივად არ არის საქმე. აი რას მოასწრებს ერთ წელიწადში როგორ მოასწრებს. აქ არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. დამოკიდებულია ადამიანის მენეჯერულ თვისებებზე, დამოკიდებულია ბევრი რამე საკრებულოზე, როგორ დაუჭერს ხარს, დამოკიდებულია ბევრი რამე ცენტრალურ ხელისუფლებაზე, როგორ დაუჭერს ხარს. ძალიან ბევრი ფაქტორია აქ და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით და თუ ამ პიროვნებამ მოახერხა ეს ყველა ფაქტორი შეკრება და გამოყენება ქალაქ ახალციხისთვის, მაშინ დაამჩნევს თავის კვალს. თუ ახლა პრინციპში ესეთი კანდიდატები არ ყავს, მაგრამ თუ ახლა ყავის მასში გაატარა 1 წელი და ლაზღანდარობაში ვიღაცამ მაშინ ვერაფერს ვერ დაამჩნევს. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოვიდა ესეთი კანდიდატები ჯერ არ დასახელებულა და ნახოთ რა იქნება. გასაგებია მადლობა. არ არის უცხო 24 საათიან რეჟიმში მუშაობა ჩვენი კანდიდატისთვის და ამიტომ ეს იგივე რაც ბატონ ჯუბერის ნათქვამს გავაგრძელებ. თუ რამის ჩაიფიქრებს პიროვნულად ისეთი თვისებები აქვს, დიდი ხანია ვიცნობ, ყველაფერს ბოლომდე მიიღოს. მადლობა, ბატონ ბესო, თქვენ როგორ ზუსტად მე იგივე ვთქვი, დასაწყისში დავიწყე, რომ მარტო ერთი ადამიანი სამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე რომ მას საკრებულოს მხარდაჭერა ჭირდება, მას ჭირდება მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა, ამი ყველაფრის გათვალისწინება მოუწევს ადამიანს, რომელიც გახდება მერი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი გახდება მერი, ამ შემთხვევაში მომობდა, მას დიდი ძალისხმევა დაჭირდება, რომ გამოიყენოს ეს ყველა რესურსი, თავისი რაც გააჩნია პიროვნული, მენეჯერული, შეკრიბოს ერთ გუნდში, ერთ მოაქციოს, ერთ მუჩში და საქმეს გააკეთებს ერთ წელიწადში თავის ძალიან ბევრს გააკეთებს. მე გეტყვით რატომ დავსვი? ბოდიში ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულ კანდიდატს ექნება საკრებულოს მხარდაჭერა, მხოლოდ იმიტომ რომ მას საკრებულოს კანდიდატს ექნება ერობის კანდიდატს გამარჯვებულს ექნება ძალიან დიდი ზურგი მოსახლეობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოსახლეობა მაინცია ის. ესე იგი, მოსწონს მისი ხედვა და მოსახლეობა დაუდგება გვერდით. რა თქმა უნდა, საკრებულო თუ ისინი არ არიან ამ ქვეყნის და ქალაქის მტრები, რა თქმა უნდა დაუდგენ გვერდში უკვე არჩეულ მერს და შესაბამისად დათანხმდნენ ყველა იმ წამოწყებულ პროექტებზე, რასაც შესთავაზებს ახალდარჩეული მერი. მე გეტყვით რატომ დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ როცა ძირითადად ხელისუფლების საქმიანობის 1 წელს ან 2 წელს ვაფასებთ, აი ამ დროს ხშირად არის ხოლმე რომ ჯერ თქვათ პასუხი აქვს ასეთი რომ აი ჩვენ ჯერ სულ 1 წელია დავიწყეთ მუშაობა, დაგვჭირდა რაღაცა პროცედურულ საკითხებში, ბიუროკრატიულ რაღაცა საკითხებში, რაღაც გარკვევაში სიტუაციის, ის რომ რაღაც გარკვეული თვეები ჩვენ ვიმუშავეთ სხვისი დაგეგმილი ბიუჯეტი ჩვენი წინამორბედების და ჩვენ მხოლოდ ახლა მოგვეცა საშუალება დავგეგმოთ და გავწეროთ ბიუჯეტი. ანუ ასეთი პასუხები და არგუმენტები აქვთ ხოლმე ხშირად და სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა, რომ რამდენად შესაძლებელი იქნება 1 წელში ვთქვათ ასეთი პასუხი რომ არ მოვისმინოთ ახალი მერისგან, იმიტომ დავსვი ეს კითხვა და კიდევ გამოწვევებზე მინდა ვისაუბროთ, რა ასეილით თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ ჯუმბერ, რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეთ აი ამ 1 თვის განმავლობაში არჩევნებამდე, იმიტომ რომ ყველა თანხმდება, რომ ეს არის ყველაზე დაძაბული, ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები, ყველაზე მრავალფეროვანი შეიძლება ითქვას და ამიტომ ასე ვთქვათ არ გამურიცხავენ, რომ გარკვეული უსიამოვნებები, უთანხმოებები და ასე შემდეგ ინციდენტებს ჰქონდეს ადგილი. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ როგორ ჩატარდება ჩვენთან? მე პიროვნულად ვარ ესეთი ადამიანი, რომელსაც წინასწარ გეგმის შედგენა და რაღაც ამ გეგმის მიხედვით რაღაცას მიყოლა, ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვიქცევი სიტუაციის მიხედვით. შეიძლება დამჭირდეს ისე, შეიძლება დამჭირდეს ასე. ამიტომ რომ მე ყველაფრისთვის მზათა ვარ, მაგრამ არაფერს ცუდს არ ველოდები. აბსოლუტურად. იმიტომ რომ მით უმეტეს მერის არჩევნებში ჩვენ ქალაქში ყველა ერთმანეთს ვიცნობდა ცუდს რას უნდა ელოდა ახლა ირაკლი ერეკლიშვილიც და ფესოც და დაუშვათ ვინც იქნება კიდეს ყველა ჩემი მეგობარი იქნება ესენი ჩემი უმცროსი მეგობრები არიან და მაგრამ როცა თქვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ხართ აი ამ შემთხვევაში მეგობრობა პოლიტიკური ბრძოლა შეიძლება ძალიან კორექტულად ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე და იქნება გაიმარჯვებს ის ვისაც ჩათვლის ახალციხელი ხალხი ღირსეულად და ვისაც იფიქრებს რომ ეს უფრო გამოგვადგება ვიდრე ის. და აქ საწყენი არაფერი არ იქნება არავისთვის.
გასაგებია მოგილა თქვენ ასე სწორედ ეს აღნიშნე, მე მგონი რომ ამ შემთხვევაში ბატონი ჯუმბერი ცდება, გავიხსენოთ თუნდაც სულ ახალ იყო შორედური არჩევნების სამეგრელოში კორცხელის ინციდენტი, რა გააკეთა სახელმწიფო ძალამ, ანუ ყველაფერზეა წამსვლელი დღეს ოცნება, როგორც უკვე აღნიშნე, იგი განწირულია დამარცხებისთვის, ამიტომ აი მე ვფიქრობ, რომ წინ გვაქვს ესეთი ორთაბრძოლებიც, პროვოკაციებიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ გავიხსენებთ და თქვენ წარსულს გინდათ რომ ჩვენ დავივიწყოთ და ამას იხსენებთ ეხლა რაც მოხდა სულ ცოტა. ეს იყო სულ ხლახანს და ამ წარსულს ესე იგი 4 წლის წინ რა უნდა გახსოვდეს ეხლა. არა, მე როდესაც ვთქვი, რა ვთქვი რომ არ უნდა გახსოვდეს. არა, დავივიწყოთ რაც მოხდაო ჩვენ მივიღეთ შესაბამისო, ესენიც მიიღებენ თავისას. მე როდესაც ვთქვი რა ვახსენე და იგივე ხდებოდა, კარგად გვახსოვს ცემატყეპასთან დაკავშირებით, რამდენი და როგორი იყო. ეხლა თუ იმას გონია რომ ეს ჩვენთვის მისაღებია და მოგწონს, ძალიან მაგას არ ვამბობ, თუმცა როდესაც ყოველს გავსი ფაქტები გამოიძიონ დასაჯონ დამნაშავე. მე სხვა რამეს გეუბნებით ბატონო, უბრალოდ რომ ჩვენ თუ გავიხსენებთ რაც მოხდაო, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რაც დადგა. ეს მთავრობაც მიიღებს იმ შედეგს რაც დადგა. როდესაც არჩევნები მოდის და მაშინ ახსენდება. მე პირდაპირ მინდა ახლა ვთქვა, უბრალოდ ბოროტად გამოვიყენებ ეხლა თქვენს ეთერს ესე ბრჭყალებში რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება ქალაქის მოქმედმა მერმა ან თუნდაც გუბერნატორმა პრეტენზია გამოთქვას ქალაქზე, რაიონზე, რეგიონზე, როდესაც ერთი, აი ახალციხე არის ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი, რაიონი. როდესაც მისი მოსახლეობის 35%-ზე მეტი ეთნიკურად სომეხს წარმოადგენს. მოადგილე მაინც არ უნდა ყავდეს სომეხი? გუნდაც გუბერნატორს თუნდაც. აი რატომ ამას არ უყურებს არავინ? ეს ხო ხალხზე მოქმედებს. აქ ხალხის ხმები უნდათ. იგივე ახლა მე შემიძლია თამამოთქვა ვეტერანებზე. დახმარებებიც კი შეუწყვიტეს უმეტესობას. და ამ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი ჩვენი ქვეყნისთვის. თუნდაც ავღანეთში ნაბრძოლი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს მას? თუნდაც მეორე მსოფლიო ომში იყოს ნაბრძოლი. მას უყურადღებობას გრძნობენ ძალიან დიდს. მე ერთი რამე მინდა, არავის არ გაუკეთებია. ჩემი პარლამენტში არჩევის შემთხვევაში მე ეს პირდაპირ მინდა ღიად გაუცხოდო ყველას, რომ პარლამენტის წევრს ეს ცნობილი ის არის, მას თანაშემწის უფლება აქვს რომ ყავდეს, მე მინდა რომ ეთნიკურად სომეხი მყავდეს თანაშემწე, რომელიც ამ ნიშნავს და რას წყვეტს ასე? რას წყვეტს უფრო უკეთესად დავინახავთ ადგილობრივების პრობლემას. არის ენობრივი ბარიერი, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი. ვერავის ვერ დავაბრალებ. როდესაც ადამიანს ეუბნები რომ რადგან შენ არ იცი ქართული, შეუქმენი პირობა. რატომ არა თქვენ რეგიონული ტელევიზია გაქვთ, რამდენი გაქვთ? დაუშვათ თუნდაც არაფერს არ წარმოადგენდა ბატონი გელა დამეთანხმება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხები, რომ რაღაცით თქვენს ტელევიზიას რაღაცა პროექტის დაუფინანსდეს. არ არის ეს პრობლემა. რამდენად თანახმა იქნება ამაზე ჩვენი ტელეკომპანია რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გამოიყოს. მე რას ვამბობ, თუ კი ეს საჭირო იქნება, არა, მე რა სხვა რამეს ვამბობ. თუნდაც გრანტის სახით დააწესდეს რაღაცა პროექტი, რომელიც დაფინანსდება, მოამზადოს ადგილობრივმა ახალგაზრდა ჟურნალისტებმა ან ნებისმიერმა. რაღაცა ფორმა შეიძლება. მე იმას კი არ ვამბობ კონკრეტულად რაიმე პროექტის დაფინანსებას, არამედ მე ფაქტს ვამბობ, რომ შეიძლება ამ დღევანდელი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება ძალიან ბევრი სოფლები. აი ამის მოგვარება შეიძლება. ბატონო დესო, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი მწირი ასე ვთქვათ ფინანსებით ჩვენ მაინც ვახერხებთ რომ რაღაცნაირად ვეცდებით რომ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ჩვენ ადგილობრივების ინფორმაცია უკაცრავად დავასრულებთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ეთერში ვთქვათ ვაკეთებთ ჩვენი ძალებით, რასაც ვაკეთებთ საღამოს 6 საათზე სომხურენოვანი მოამბე გადის ჩვენი ეთერით. გარდა ამისა თოქ-შოუ დიალოგი, როცა ეხება დასავლეთთან ინტეგრაციას და ასე შემდეგ ამ საკითხებს, ითარგმნება სომხურად, იტიტრება და გადის ასევე ეთერში. ანუ ჩვენი ძალებით ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენი ძალებით ასე ვთქვათ გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელ სოფელში აჩვენებს მეცხრე არხი? ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელში, ადიგენის სოფლებში და სპინძაში ძალიან ასე ვთქვათ არც თუ ისე კარგად ვალეში. მაგას გულისხმობდი ზუსტად. გასაგებია. არა, უბრალოდ თუ არა. მე თემას რო დავუბრუნდეთ, მე ის მინდა ბატონ გელას უპასუხო, რომ კორცხელი ახალციხეში ვერ გამეორდება და არც არავინ იფიქროს მაგის გაკეთება. არავინ არ იფიქროს. ესენი ჩემზე ახალგაზრდები არიან და შეიძლება არ ახსოვთ, მაგრამ იყო დრო, როცა მხედრიონი ძინვარებდა საქართველოში და აწევკებული ყავდა ყველა ქალაქი. ახალციხეში როგორც კი გაჩნდა რაღაცა კერა მხედრიონის, ეგრევე თავის ადგილზე ადგილი მიუჩინეთ მაშინ და მე კი არა ახალციხელმა
საზოგადოებამ და ვაჟკაცმა ბიჭებმა. ესე რომ ახალციხეში ვერც გაბედეს მაშინ ვერაფრის გაკეთება. და ვერც ვერავინ ერთი-ორი რაღაც გააკეთეს თუ არა ეგრევე. ამიტომ ახალციხე არ არის ის ქალაქი, რომ ვიღაცამ გაბედოს აქ მოჭიდავების თუ ბოქსერების ჩამოყვანა თუ რაღაც ჩამოიყვანენ და მიიღებენ თავის პასუხს. არა, მე არ ვამბობ, რომ ეს ყველა მიიღებს საკუთარ პასუხს გავს პროვოკაციებს. არც გაბედავენ და არა მე მაგისი არ მაშინ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შედარებით მშვიდად ჩაიქცეს ეს წინასაარჩევნო პერიოდი. ერთი რამე მოხდა და მოხდა ეს სამარცხვინო ფაქტი მოხდა ხო კურცხეში და თუ კიდე მთავრობა მაგას გაიმეორებს ეგეთ სამარცხვინო ფაქტს, ესე იგი თავის ხეს მოჭრის, იმ ხეს რაღაც ზის ხო? არ მგონია რომ ეს გამეორდეს. ნუ შეცდომაზე უშვებენ და შეიძლება დაუშვან კიდე შეცდომა რაღაც. გასაგებია და სულ სწავლობენ თქვენ. გასაგებია, ბატონი ბესოღას ვთქვათ, არ უშვებს შანსს ხელიდან, ბატონო გელერო თქვენ შეგახსენოთ ის პერიოდი. ბატონო ბესო, გამოწვევებზე არ გიპასუხიათ თქვენთ რომ თანაბრად პირობებში ჩაგაყენოთ და იგივე კითხვაზეც რომ გასცეთ პასუხი. თქვენ თუ ელით ასე ვთქვათ, რაიმე სახის ამ პროვოკაციას დაძაბულობას გულისხმობთ ჩვენთან რეგიონში, იმიტომ რომ აგერ აღნიშნეს რომ ჩვენთან ვთქვათ შესაძლოა არ იყოს ისეთი დაძაბული და რთული სიტუაცია როგორც სხვა რეგიონებში. თლიანობაში ერთი რაღაცის ხაზგასმა მინდა რომ ეს არჩევნები არის სრულიად განსხვავებული არჩევნები, რომელიც აქამდე ჩატარებულა, რაც კი ყოფილა. იმდენი პოლიტიკური პარტია არის უკვე მოძლიერებული, რომელსაც თამამად შეუძლია საპარლამენტო მინიმუმის ბარიერის გადალახვა და თავისთავად ხედია ბევრის ლუსტრაციას მოხდა უკვე. აქედან გამომდინარე, ესეთი უხერხული მომენტები, რომელიც შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოხდეს, უფრო ნაკლებად იქნება, მე ასე მგონია ჩვენს რეგიონში. თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. ეხლა იყო მე ბატონგელას ნამდვილად არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ ეხლა ფაქტებს რომ 4 წლის წინანდელი კარგად მახსოვს მე. არც ისე დიდი ხნის წინანდელი არ არის, რამოდენიმე სოფელში შეგნებულად არ დავასახელებ, რომელ სოფლებში ქვებს რომ გესროდნენ. 2012 წელს 2012 ნამდვილად არ ყოფილა 2012 წელს მსგავსი რამ აქ სოფლებში. მე თქვენ მოგცემთ ვიდეო კადრებს. კი ბატონო. და ვალეშიც მოხდა ერთი ფაქტი, ახლა ეგ მაინც ვიცი, ჩემი ნათესავები იყო უშუალოდ დაზარალებულები კიდევ. ანუ ეს რაც იყო ურაველში ესეთი ფაქტი. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ამას ვერ გავექცევით. მე არ ვამბობ, რომ ეს ძალიან ცუდია. ეს არ უნდა მოხდეს. ცივილიზებულ სამყაროში გინდა მოგწონს, მიდი მიეცი ხმა, არ მოგწონს, არ მიცე ხმა. მე ჩემი შეხედულება მაქვს, გელას თავის შეხედულება აქვს. ბატონ ჯუმბერს თავის შეხედულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. არა, მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავისი აზრი აქვს. პატივს ვცემ მე მის არჩევანს. თვითონ მოიქცეს როგორც უნდა ისე. ეს ნებისმიერ მოსახლეს ეხება, ამიტომ ეს გამორიცხავს რაიმე სახის პროვოკაციას, ნამდვილად ჩვენ სხვა ვართ. მართალგზანება ბატონებს იყო ესეთი ფაქტები და კონკრეტულად რომ აღნიშნოთ, იყო ესეთი ფაქტები, იყო ყველაფერი იყო, მაგრამ ეს არის წარსული უკვე და აქედან მაგალითი უნდა ავიღოთ. ის კი არა ჩვენი მთავრობისა ზოგიერთი მაგალითი რომ გადმოიღეს და უკვე გაასწრეს ნაციონალურ მოძრაობას. ეგრე არა, რაც სუდი იყო, ის უნდა აღნიშნო და ის უნდა დაივიწყო და არ უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა. და რაც კარგი იყო ახლა ესე არ იყო რომ დავუშვათ ხლათ ნაციონალური მოძრაობა რაღაც ხალხის მტრები იყვნენ. ძალიან ძლიერები იყვნენ ეკონომიკაში. გადმოიღეთ კი ბატონო. მაგრამ ის რომ ადამიანის უფლებებს და ადამიანს რომ თელავდნენ ფეხქვეშ ეგ არ გადმოიღოთ კაცო, მაგას მოგადმოიღებთ. გამიგეთ? ის რომ პიარი ქონდა ძალიან ძლიერი და თელსოფლიოში რომ რაღაცები ვიღაცები ალაპარაკეს საქართველოს ქონდათ ეს. დღეს ოცნება გაცილებით უნდა საკეთებს, მაგრამ ვერავის ვერ დაანახა, გამიგეთ? ესეც უნდა შეგეძლოს. ამიტომ გაცილებით მეც თუ აკეთებს ეკონომიკა უფრო წინ იქნებოდა, რა ვიცი ცოტა მგონი. ესე ბატონები რეგეთთან ფურცელზე დაწერილი ეკონომიკა არ ნიშნავს რომ ეკონომიკა ძალიან ძლიერი იყო. ეკონომიკა მაშინ არის ძლიერი, როდესაც ქარხნები, ფაბრიკები, ანუ ძალიან ბევრი რაღაც სადაც ხალხია დასაქმებული, ადმინისტრაციული რესურსით ხალხის დასაქმება, გამგეობაში, იქ შტატების გაბერვა თუ რაღაცა იქნება, ხელფასების, იქ პრემიების დაწერა, ეს სხვა არის. ძალიან ძლიერი პიარი იყო თეთრხმები. არა, მე არ ვადარ გაბერვაზე, ჩემს მერე გამგევლად მოხვედით თქვენ ბატონობის. კარგად გახსოვთ რამდენი შტატი. არა, და დღეს რამდენი? არა. გაბერილი შტატებით თეთრხმები. აბა რაზე ვთქვი, გაბერილი შტატებით საკუთარ მარკეტება. ბატონოგილა, რამდენი აქვს შტატი დაუშვათ? 98 იყო შტატში, მათ შორის მეხანძრეებიც.
მე არ გულისხმობ აიპებს და ეხლა 120 თუ 130-ზე მეტია და თან სახანძრო სამსახური გამოყოფილი. და აიპების რაოდენობა. ეს რაიონიც და ქალაქიც? არა, მარტომელი. მარტო ქალაქია საუბარი. მარტო ქალაქი. ეს დაემატა. როდესაც რაიონში პლუს რა თქმა უნდა პლუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ასე ვთქვათ აპარატი მთლიანად. ერთი იმდენი დაახლოებით 121 კაცი იყო, რაც გადმომაბარეთ თქვენ. ტრიანად. ამას დაემატა ეს ყველაფერი, ეს გაიწევა. გაიბარდა 200 კაცი, ხო? სულში. მე როცა თავის დროზე მუშაობდი გამგებლის მოადგილედ სახელმწიფოში, მერი არ იყო მაშინ რაიონს ეკუთვნოდა ყველაფერი. ყველაფერი ეკუთვნოდა რაიონს და მაშინ სადღაც 50 კაცამდე ვერეოდით ყველაფერს ამას. ძალიან კარგად. ძალიან შეგუურად და დღეს 200 კაცი ჭირდება თურმე ამ საქმეს, როცა მაშინ ტრანსპორტი ჩვენ არ უყავდა. ამდენი მობილური ისინი და ეს არაფერი კომუნიკაციები ამდენი არაფერი არ იყო და რაიონს მთლიანად ჯეიხანი რო დაიწყო და რო გაუხდა 5 მილიონი ბიუჯეტი, თავი ბედნიერი გვეგონა და დღეს 25 მილიონი. გასაგები. კარგი, უნდა დავასრულოთ. ბოლო წუთს მოგცემთ, რომ თქვა თუ რამე საკითხზე სრულყოფილად ვერ გაიცით პასუხი ან კი ბატონო, გელა თქვენ გადავიწყოთ მაშინ. ბოლო წუთს ვისარგებლებ ის მიმართავ მოსახლეობას, საინფორმაციო ხასიათის განცხადებას, სხვა ასე ვთქვათ, საარჩევნო უბნებისაგან განსხვავებით, ქალაქ ახალციხის მოსახლეობას დახვდება არჩევნებზე მისვლის დღეს საარჩევნოობაში სამი ბიულეტენის შემოხაზვა და იმედი მაქვს, რომ არ დაიბნევიან ჩვენი ახალციხელები და სამივეგან შემოხაზავენ ხუთიანებს. მადლობა, ბატონო. დამატებით ვისარგებლებ კიდევ და მიმართავ ყველა მოსახლეს, რომელსაც კი სურვილი აქვს მოვიდეს და დამატებით ინფორმაცია მიიღოს ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესახებ, სამოქმედო გეგმების შესახებ, ველოდები ჩვენს ოფისში, მე ვიქნები ნებისმიერი ჩვენი ამ ორი რაიონის ადამიანის უფლების დამცველი, მე არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურ ნიადაგზე გამოვრიცხავა სიცოცხლის, ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ ყველას უფლებებს. მე ვიქნები ყველას თანდგომი, ველოდები ყველას და ყველასთან პირადად მივდივარ მე სასაუბრად. მადლობა, ბატონო ჯუმბარ. მე მადლობას ვუხდი მაყურებელს, რომ დღეს თუ ეღოთ ამდენი მოთმინება და ამდენი ხანი გვისმინეს, მე მადლობას გიხდით თქვენ, რომ ასეთ კარგ ადამიანებთან ერთად დამსვით სტუდიაში დამალაპარაკეთ, მაგრამ თხოვნა იქნება ერთი ჩემი, რომ თუ მე დამბადიჟებთ, მაშინ ჩემი კოლეგებიც იჯდნენ იმ სტუდიაში, ვინც ჩემთან ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა და კანდიდატებს გულისხმობთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად, როგორც უკვე აღნიშნე, აუცილებლად მოხდება თქვენი დებატები, უბრალოდ ამჯერად უკვე აღნიშნე, რომ ერთი წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოში, მეორე ახალციხეში, ამიტომ უფრო დავგეგმავთ. მადლობა თქვენ აუცილებლად. მე შეგახსენებ ჩვენ სტუმრებს, ჯუმბერ ინასარიძე, ეროვნული ფორუმი, გელა დემეტრაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბესიკ ხითარიშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. 8 ოქტომბერს საუბრობდით თემაზე, იმაზე, რომ 8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს ერთი ბიულეტენით მეტი დახვდება საარჩევნო უბანზე, მათ მოუწევთ ქალაქის მერის არჩევაც. აი წინა საარჩევნო პერიოდს განვიხილავდით და საუბრობდით კანდიდატებზე, რომლებიც აქამდე არიან დასახელებულნი. მე გემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. მომავალ ხუთშაბათს იწურება როგორც მერის კანდიდატების, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციისვა და ასე რომ მომავალ ხუთშაბათს უკვე გვეცოდინება ზუსტი ვინაობა, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მე იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ უკვე ამ შანსს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გამოიყენებს და უკვე მომავალ ხუთშაბათს გვექნება დებატები. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.